ერთი მეორე ხარისხოვანი და რომელიც იაპონიაზე კვეთს ოპერაციის რაიონს გვაქვს ერთი შერეული ხე მდინარე და არ აქვს ჩვენს ათეულს ჩვენ ვარ სანგატილად ორი საცეცხლოსთვის თქვენგან ათეული და დამატებით გაძლიერებული ვარ საცეცხლოსთვის და ერთი ოპერაციული და ერთი ფიასკო გადასწორ საერთო ვითარება დაზვერვის ინფორმაციით ბატალიონის ოპერატიული რაიონში შემოაღწიეს მოწინააღმდეგის წარსმა ძალები მასეულმა მიიღო ბრძანება გაიხიოს უკან და დაიკავოს სასადარიგო პოზიცია. სავარაუდოდ მოწინააღმდეგის ძალები იქნება ავანგარდის სამოცანა და ყურადღებით მოუსმინო. ჩვენი ათეული სამოცანა საბრძოლო ამოცანა არის შევაყოლოთ მოწინააღმდეგე, რათა საკუთარმა ასეულმა დაიკავოს და დაამაგროს სასადარიგო პოზიცია. მეორეჯერ ჩვენ სამოცანას ათეული საბრძოლო ამოცანა არის, ესე იგი შევაყოლოთ მოწინააღმდეგე დასახლებით უცხოეთის ჩრდილო-დასავლეთით, რათა ჩვენმა ასეულმა შეძლოს უსაფრთხოდ დაიკავოს და დაამაგროს საკადარიგო პოზიცია. დავალებებს არ შეეხება პირველი ჯგუფის დავალება კაპრალ-მაისაკის ხელმძღვანელობით. ჩვენი დავალება არის მოწინააღმდეგის განადგურება, ხოლო მიზანი არის მოწინააღმდეგის შეყოლება. მეორე ჯგუფი კაპრალ-იგრაშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენი დავალება არის ცეცხლის გადაჭერა. მიზანი რომ ხელი შეუწყოთ ათეულს ოპერაციის სამართლის დასრულება. რაც შეეხება მანევრს, რადგან ჩვენ მანევრს შევასრულეთ 4 ფაზად. პირველი იქნება ტაქტიკური გადაადგილება, მეორე იქნება სასაცილო პოზიციებზე განლაგება, მესამე იქნება მოწინააღმდეგის შეყოლება და მეოთხე გამოსვლა. რაც შეეხება გადაადგილებას, მოგახსენებთ, რომ გადავაადგილებით ბილიკის საშუალებით, სადაც მოწყობილი იქნება ორი ობიექტთან შეკრების წერტილი. გარანტიის დაწყებამდე თავატარებს ციდა საბრძოლო აკვალიერებას პირველ ობიექტთან შეხვედრის შექმნა გადავაადგილებით ხაზში. აი ეს არის მეგობრებო ბრძოლაში ჩართვის რაიონი, რომელიც წარმოდგენილია სამი ფაზური ხაზი. მწვანე, ლურჯი, წითელი. ჩემი ბრძანების შემდეგ, როდესაც მოწინააღმდეგე გადმოკვეთავს ლურჯ ფაზას, მოწინააღმდეგის ჯავშა მანქანაზე ცეცხლს გახსნის RPG-7. მხოლოდ ბრძანების შემდეგ. შემდეგ ჩამოქვეითებულ ჯგუფურ სამიზნეზე ისევ ბრძანების შემდეგ ცეცხლის GT-25 და ხიამფრე. ამის შემდეგ მოწინააღმდეგე კვლავ გააგრძელებს სხვასთან მოუახლოვდება თითქმის ფაზას. ზოლაში ჩაერთვება ხელის მეტყველებები ბრძანების შემდეგ. ამის შემდეგ მოწინააღმდეგე მაინც შეძლებს მოუახლოვდება თითქმის ფაზასთან უკვე ჩვენსკენ არსებული ყველა საცეცხლის საშუალებით მდებარეობა ვიქნებით პირველ ჯგუფთან. ჩვენი ყავლინა გამოსვით შემთხვევაში ჩამონაშთებს კაპრალი მაისაკი. საქმისები ჩვენი რადიოკავშირის იქნება ათეულის მეთაურის ბრავო, პირველი ჯგუფის სიტყვაში ბრავო 1, მეორე ჯგუფის სიტყვაში ბრავო 2. რადიოკავშირის გაწყვეტის შემთხვევაში ალტერნატიული კავშირი იქნება ვიზუალური კავშირი. სულასიკო რაცინდოდა მოხდა კუთხედი თვითონ. ესებია. სასაგებია. ჯავშან ტექნიკამ გამოკვეთა ფაზური ხაზი მწვანე, როგორ გამიგე?
ია დროშას ქვეყანა დოლა ჭირდება ბანონებოდა დერექნეს დერატუნა გარდამავალია არა